თუ შენ იჯაჭვები რაიმე ფორმას, რომ ეს რაღაც კონკრეტულად ასეა, მაშინ გარდაუვალია, რომ შენ აღმოაჩენ მის მეორე მხარეს, მონეტის მეორე მხარეს. იქნება ეს რაღაც მოვლენა, ადამიანი, თუ მისი დაპირებები. ესე მოხდა და მას აქ თვითონ არ შეუძლია, რომ რამე შეცვალოს და არც არავის არ შეუძლია, რომ აქ რამე შეცვალო. ტკივილს განვიცდით, ვის ტკივა? მხოლოდ შენს ეგოს, იმიტომ რომ ის ვერ ხედავს რეალობას. ის ხედავს მხოლოდ თავის ეგოისტურ ფიქრებს, აზრებს, რომ აი ის უნდა იყოს ასეთი. ის შენ არ გეკუთვნის და არც არასდროს გეკუთვნოდა და არც არავინ არავის არ ეკუთვნის. როდესაც თქვენ გართული ხართ თამაშით, რომ ვიღაცას რაღაცა ეკუთვნის, ან ვიღაცა ეკუთვნის, ეჯაჭვებით ამას. აი ეს არის ეგო. მხოლოდ ეგო ეჯაჭვება და გარდაუვალია, რომ ამით ტანჯვას განვიცდით, იმიტომ რომ ერთ დღესაც ის მიგატოვებს. არ რაღაცას დაკარგა, ის შეიცვლება და გახდება სხვანაირი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. როგორც კი შეძლებ ფართოდ გაახილო თვალები, აქ გამოიტანო ყურადღება და გაჩუმდე, ეს არის თვალების ფართოდ გახელა, სიჩუმეში, სიმშვიდეში. შენ დაინახავ ყველაფერს ისეც, როგორიც ის ისედაც არის.